დავიწყოთ. მოგესალმებით, კორუმი გვაქვს, შესაბამისად წარმოდგენილი არის დღის წესრიგი და მინდა ერთი ცვლილებით უყაროთ კეჭი, რომ პირველ საკითხად მეოთხე საკითხით დავიწყოთ და მე გაგრძელდეს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ქალბატონმა ირმამ წარმოადგინოს ზარვადაშვილმა პირველი საკითხი, ვინ არის მომხრე, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ. დიდი მადლობა, მაშინ შესაბამისად ხოთ ქალბატონმა ირმა. დავიწყოთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით. მოგესალმებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით არის პირველ და მეორე მოსმენის დროს გათვალისწინებული შენიშვნები ასახულია თქვენს მიერ თქვენთან დარიგებულ პროექტზე, სხვა არაფერი ბატონო დავით. მესამე მოსმენით არის რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რაც ხო წარმოადგენელი ასახულია, ვინმე სხვა არ გვაქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით. კითხვები არ გვაქვს, დიდი მადლობა ქალბატონმა ირმა, საკითხი განხილულია. დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი მოხსენებელი არ არის ქალბატონი ზია გიორგობიანი და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, გახლავთ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შორის სასესხო შეთანხმებები. ჩვეულებრივი ოპერაციების საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა ნომერი 1 ცვლილების წერილი შეთანხმება გთხოვთ ქალბატონ ნინო წარმოადგინოთ და მე მგონი კიდევ ერთი საკითხი გაქვთ. ერთი საკითხი გაქვთ წარმოადგინოთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოს აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ეს არის საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა ცვლილება ნომერ 1. როგორც მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი მიმართულება შარშან გადმოვიდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შესაბამისად აღნიშნულმა საჭირო გახადა აღნიშნულ სასესხო შეთანხმებას დაემატოს განმახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო შემსრულებლად სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო. აქედან გამომდინარე ეს ორი უწყება დაემატება სასესხო შეთანხმებას და პლუს ასევე ვადაც გადაიწევს 23 წლის 30 დეკემბრის ნაცვლად განხორციელების ვადა გადავა 25 წლის 30 დეკემბრამდე. სულ ეს არის ცვლილების შინაარსი. დიდი მადლობა. კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არის. დიდი მადლობა ქალბატონო, საკითხი განხილულია. დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი გახლავთ ბატონი ბექაც არ არის ჯერ სხვა კომიტეტში და შემოგვიერთდება დავით თურლიანი, შესაბამისად გადავიდეთ მე-6 საკითხზე, გახლავთ ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი ბატონი გოგი მეშველიანი. წარმოგიდგენთ ცვლილებების პაკეტს, რომელიც გულისხმობს ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და ასევე საქართველოს საგადასტრო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონ პროექტს. იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებიდან გამომდინარე კანონ პროექტები იურიდიული, ტექნიკის და რედაქციული თვალსაზრისით დაიხვეწა, არსებითი ცვლილებები არ შესულა. დიდი მადლობა. კითხვები არ გვაქვს. მადლობთ, საკითხი განხილულია, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მაშინ თქვენი ცნებართვით წარმოგიდგენთ შემდეგ საკითხს, გახლავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ. მე თვითონ ამ საკითხს წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით განხილვისთვის თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის ტექსტი გასწორდა რედაქციულად. კითხვები თუ არის ამასთან დაკავშირებით? კითხვები არ არის. შესაბამისად წარმოგიდგენთ შემდეგ საკითხს. გამომდინარე კანონპროექტს გახლავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ესეც გახლავთ მესამე მოსმენით. აქაც გასწორდა ტექსტი რედაქციულად, თუ არის კითხვები. კითხვები არ გვაქვს. დიდი მადლობა, მაშინ ამით ეს საკითხიც განხილულია.
წარმოგიდგენთ. შემდეგ საკითხს გახლავთ ტურიზმის შესახებ საქართველოს კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით გახლავთ ესეც. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით განსახილველ საქართველოს კანონის პროექტს ტურიზმის შესახებ. მესამე მოსმენით შესაბამისად რედაქციული ხასიათის შენიშვნები რაც იყო წარმოდგენილი, გათვალისწინებულია და გასურდა რედაქციულად. კითხვები თუ გვაქვს ამასთან დაკავშირებით? კითხვები არ არის. დიდი მადლობა. მაშინ მისგან გამომდინარე პროექტები გახლავთ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ესეც წარმოდგენილი რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომელიც პროფესორად არ ყოფილა რედაქციული ხასიათის ცვლილების შესაბამისად არ განხორციელებულა ამ კანონ პროექტში. კითხვები არ არის. შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის შემდეგი კანონ პროექტი გახლავთ საქართველოს კანონის პროექტი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ. მესამე მოსმენით კურორტებისა აქაც პროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს გახლავთ პრინციპში. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენით იყო და შესაბამისად მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები იყო გათვალისწინებული. კითხვები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. დიდი მადლობა. მაშინ დიდი ბობზან და ბატონი ბექა შესაბამისად წარმოადგენს შემდეგ საკითხს, რომელსაც ბატონი ბექა წარმოადგენს დავით თულიანი. ეს გახლავთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ ბატონო ბექა წარმოადგენთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს და ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტს. მოგეხსენებათ, ვინაიდან მესამე მოსმენა შეგახსენებთ, რომელ ინიციატივაზეა საუბარი, ეს ეხება ბატონო ბექა, ინიციატივა ასე შინაარსობრივად არ გავდივართ, რედაქციული ხასიათის შენიშვნები თუ იყო წარმოდგენილი და არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომელიც დარეგებულ ტექსტში წარმოდგენილია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კითხვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით? კითხვები არ გვაქვს. გვალოთ ბატონო ბექა, საკითხი განხილულია. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი და მეორე საკითხი დაგვრჩა, სადაც მომხსენებელი ქალბატონი ზია გიორგობიანი. მაშინ ტექნიკურ შესრულებას გამოაცხადებ ზუსტად 2 წუთი, რომ ქალბატონი ზია მომხსენებელი მოვიდეს, შენობაში არის და შესაბამისად გავაგრძელებთ.
განვაახლოთ ხდომა თუ შეიძლება, მაშინ დღის ეს გათვალისწინებული ორი საკითხი გვაქვს დარჩენილი განსახილველი, ეს გახლავთ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება 2017 წლის 12 ივნისის ნომერი მე-4 ცვლილების წერილი შეთანხმება და შემდგომი საკითხი არის იგივე საქართველოს და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება ნომერი 1 ცვლილების წერილი შეთანხმება, რომელსაც ორივე საკითხის ქალბატონი ზია გიორგობიანი წარმოადგენს. გთხოვთ ქალბატონო მზია. დიდი მადლობა, მოგესალმებით. Სიგი წარმოგიდგენთ საკითხს აზიის განვითარების ეს არის ორი საკითხი, რომელიც რეალურად ერთ პროექტთან დაკავშირებით არის გაფორმებული შეთანხმება. ერთი შეთანხმება გაფორმებული არის აზიის განვითარების ბანკთან, ხოლო მეორე შეთანხმება გაფორმებული არის აზიის განვითარების საერთაშორისო ბანკთან და ეხება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მშენებლობას. აღნიშნული შეთანხმება გაფორმებული არის 2017 წელს და 2017 წლიდან შეთანხმებასთან პირველ შეთანხმებასთან დაკავშირებით გაფორმებული არის რამდენიმე ცვლილება და დღეს წარმოგიდგენთ უკვე მე-4 ცვლილებას. მე-4 ცვლილებით ხდება შიდა რეალოკაცია და გამოუყენებელი თანხები, რომელიც პროექტისათვის უკვე აღარ არის საჭირო ბათუმის შემოვლითი გზისთვის, ამ თანხების მიმართვა ხდება სხვა პროექტებთან დაკავშირებით და ეს პროექტები გახლავთ ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთი, ფოთის ხიდის მშენებლობის დაფინანსება და ამასთან დაკავშირებით ასევე წინა მესამე ცვლილებით ასევე შემოტანილი იყო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ეხებოდა თბილისის გდანი-თიანეთის 21 კილომეტრი გზისა და 7 მეწყრული ზონის რეაბილიტაციის დაფინანსებას და ამ პროექტის ამოღება ხდება ეხლა ამ შეთანხმებიდან. დანარჩენი ცვლილებები იგივე რჩება სესხის პირობები. პირველ სესხთან მიმართებაში, ხოლო მეორე სესხთან მიმართებაში ხდება გამოუყენებელი 15 მილიონი დოლარის დაკენსელება, გაუქმება და ასევე ხდება სესხის თანხის ჩამორიცხვის ვადის ბოლოს გადაწევა 2025 წლის 31 დეკემბრამდე. სულ ეს არის ცვლილება. დიდი მადლობა. მადლობთ. კითხვები თუ გვაქვს? კითხვები არ არის. დიდი მადლობა ქალბატონო მზია. მაშინ თქვენის ნებართვით ბატონო კოლეგებო, გადავიდეთ გემსახურ პროცედურაზე. დღის ეს რიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება ნომერი 4 ცვლილება წერილი შეთანხმების ნომერი 4 ცვლილების წერილი შეთანხმება, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ. მადლობთ. მეორე საკითხი საქართველოს და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 1 ცვლილების წერილი შეთანხმება, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ. დიდი მადლობა. მესამე საკითხი გახლავთ 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი ცვლილების წერილი შეთანხმება, ეს ქალბატონმა ნინომ წარმოადგინა ენუკიძე, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ. მადლობთ. მე-4 საკითხი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ, ქალბატონმა ირმამ წარმოადგინა, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. მე-5 საკითხი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. მე-6 საკითხი გახლავთ ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. მადლობთ. მე-7 საკითხი გახლავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა და მე-8 საკითხი გახლავთ ტურიზმის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, კომიტეტის ხდომა დასრულებულია.